როგორ ახარ, ხო არ დამეღალეთ მობილო? აუ, ძლივ ჩამოვედი რა, როგორც იქნა საქართველოში, ძალიან დავიღალე რა. დღეს არის მაგარი ჩემპიონთა თასის თამაში და ხო არ გვეყურებინა? სტეიკი მომენატრა, თან გემრიელი რა. ვა, სიმონებითო. რამდენი ხანი ეგეთი ადგილისა? მოვედნის გარეთ ერთი კაი სუფრის მორტყმა რაგბის ფონზე. კი, როგორ არ ვიცი. გაურეკო? დარეკე აბა ერთი. ლევან, როგორ ხარ ძმაო? ნიკა ვარ. ვა, ნიკა ძმაო, როგორ ახარ, გენაცვალე? ბიჭო, ძლივ საქართველოში ვარ და შენთან გვინდა ბიჭებს რომ მოვждეთ და მაგარ აქვს უყუროთ მაგარი სტეიკის ფონზე რა. ხარ ხოძე? ეხა მაგარ სტეიკზე მოდი, აქ აუ, შენ გენაცვალე. აქედან. კი ბატონო, წამოვალთ ეხლა. ეგ არის? ხორცის მაღაზია და წავედით საჭაშნიკეში. ბიჭებს დაურეკავ და კაი რაკს ჩაუჯდეთ მაშინ. აბა, წავედით. ლევან გამარჯობა, როგორ ხარ? ინაცვალე. როგორ მოიარე? ძალიან მაგრად. ლევან, როგორ ხარ? ლევან, რა შვები? აბა, მადლობა კარგად, მასპინძლობისთვის. კარგად. დღეს რა გველოდება გითხარ? პირველ რიგში კარგად რო რაკს უყუროთ, კაი გინესი რო დავლიოთ, კაი სტეიკი გჭირდება და საჭაშნიკე, სადაც წინაზე რო გაჭამ სტეიკი და რო გითხარი, საიდან არის ხორცი და რამე, აი მოვედი ჩვენი დავარჩიოთ ეხლა ხორცი. პრივილეგია ესეთი, რომ საკუთარი საღამოსთვის, სარაგბო საღამოსთვის ვარჩევთ საკუთარი ხელით უმაგრეს ხორცს. ეს არის მითმარკეტი ფალიაშვილის 67-ში და აქ არის საუკეთესო პრემიუმ ხორცი. აბა წავედით. წავედით შევარჩიოთ ეხა ხორცს. გამარჯობა, გამარჯობა. აბა როგორ ხარ? მოკლედ მაყურებლებო, აი ეს არის ჩემეულ 64-ში შემოვაბიჯე, შეიძლება ითქვას ჩემეულ 64-ში. ბატონი გიორგი, გაგვეხმარება ეხლა რომ კარგად გავეკვიოთ ამბებში. აბა, ბურთი დამოედანი არის შენ. მოკლედ, 2 წელი რაც უკვე ბაზარზე ვართ, გვაქვს უმაღლესი ხარისხის ხორცი, უნდა დავიწყოთ მისი აღმატებული, რა თქმა უნდა, ვაგიუთი, ავსტრალიური ვაგიუ. ძალიან მაგარი კიდე, გვაქვს ტომაჰავკი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული საღამოსთვის. დაიძინე გენაცვალე. ნახეთ როგორი შვილი შევიძინე. ამას დღეს მოგიმზადებთ მე და გასწავლით თან ამ ყველაფერთან ერთად როგორ უნდა მომზადდეს აი ეს ღირსშესანიშნაობა. აუცილებლად მოუხდება, რა თქმა უნდა, ვაგიუ, რომელსაც მასაჟებს უკეთებენ, ასმევენ ლუდს, ხორბალს აჭმევენ. აი ცხოვრება, აი მასაჟი დედა მივიკეთებ შესანიშნავი ცხოვრება. დღეს ჩვენი მიზანი არის რომ ძალიან მაგარ თამაშს უყუროთ, ძალიან მაგარი საჭველის ფონზე. დრო რო არ დავკარგოთ, გადავიდეთ საქმეზე პირდაპირ. უკეთეს ხედისთვის ჩამოვჯდები და არ უნდა ნაი. ჩამოჭერი. იდეალური ნაჭრები გამოვიდა ნამდვილად. შეხედეთ რა, აი არ ვიცი. საბა, მე მგონი ძადვართ. მოვედით მოკლედ ამ რესტორანს საჭაშნიკეში, ისტორიულ ადგილას, ლევან. კი, ნამდვილად. ჯერ პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, რომ ეგრევე ზარის დროს საჭაშნიკე გაგახსენდა. ეგ ხო ძალიან მაგარია ჩემთვის რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. მე ნამყოფი ვარ, საბას დებიუტი აქ. და რა შეიძლება საჭაშნიკეს რა? რაღაცა ისტორიული ძალიან პომპეზურად არის ნათქვამი, მაგრამ ნუ თავისი ძალიან მაგარი ისტორია აქვს მართლა რა, ანუ ქალაქისთვის 1969 წლიდან იყო თურმე აქ ღვინის მაღაზია და მოვედით განვაახლეთ და გვაქვს ახლა რესტორანი, პაბი და გრილი. მე დავახასიათებდი ესე, შესანიშნავი მრავალფეროვნება ქართული ავთენტურობით. კი ბატონო, კი ბატონო. კი, ნამდვილად. ლევან, მადლობა, აბა წავედით. ლექსო შემოგვიერთა. რა შვები ძმაო, მოდი. როგორ მიხარია? თქვენსა რო ვარ YouTube-ს ახსენე. გენაცვალე ძმაო, ლექსო ჩვენი ყოფილი ბორჯღალოსანი საამაყო ჩვენი მოთამაშე. მიხარია, ესეთ კარგია თქვენი YouTube არხი რომ სულ მინდოდა ეხ გამოგიტყდები, სულ მინდოდა მე დღეს მოვხვდი. ხო და ძალიან მაგარი. როგორ ახართ მეგობრებო? გამიხარდა შენი აქ მოსვლა გენაცვალე. მეგობრებო, მე მინდა რომ გინესი ახლა რაგბისთვის რა არის, ზოგადად კარგად ვიცი ყველა რა, რომ ანუ რავი, მე აღარ ვიცი რაგბიზე გავიგე პირველი და გინესზე თუ გინესზე და მე რაგბიზე. შენ ძალიან კარგი რაღაცა ჩელენჯი გქონია და მოდი აბა ეგ ჩელენჯი გავაკეთოთ და ჩვენი სტუმრები, ვინც ამას უყურებს და ვინც შემდეგ აქ ესტუმრობა, აქაურობას, ყველას აბსოლუტურად შენ უფრო კარგად იცი
ბენეფიტები მივცეთ და ზემოდან კიდე ვინც აემას ესე ვთქვათ გახვრიტავს ხო როგორ არის ეგ ზოგადად სადის ეხლავე ყველაფერში გაგარკვევთ ვინც მოვა პრომო კოდით სიტყვა იღბალი აპრილის ბოლომდე 15%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის ჩვენს ძალიან მაგარ რესტორანში და არ ვიცი ესეთი მაგარი ამბავი რა დამატებით კიდევ აი ეს 500 ლარიანი ვაუჩერი ვინც ჩემ მაყურებელს ეცოდინება თამაში ჯის გახრეტა გვექნება და მე და ლექსო ეხლა შევეცდებით რომ აქვე მოვინადიროთ ეს პირველად შენს მაგივრად მე მიწევს მსაჯობა როგორც ხვდები და ალკოჰოლში მიწევს მსაჯობა ვიქნები ძალიან მკაცრი მსაჯი აბა მიდე რავი და ეს უნდა კონდეს ნასწავლი არა არ გამოვიდა არავით არის ჯის გახრეტა ცოტა წრეხში ვიგრძელი წავიდა ექსპერტს რომ საჯობო წრეხში არა აი პერფორმანსი გაუმართოს თქვენ გაგიმარჯოთ ჩვენ გამომწერებს და აქ ვინც მოხვალ ხო საერთოდ გაგიმარჯოთ აბა ნახოთ აბა 500 ლარი იქნებდა თვითონ ბატონმა ხო აი წნეხი რა შვება ბიჭო დასვაჩი აღარ მოიგო ნიკა ექსპერტი დააზუვე შეხედე აი ყველა ხო არ პრამა ხო ყველა აი მეგობრებო ამოცდილება თავისა შვება პირველი გამარჯვებული 500 ლარიანი ვაუჩერის ამოცდიმე უამრავი ხალხია თქვენ სახელზე ბარემ ვინ ჯის გახვიტავს შემდეგი პიდე პატარა კანონი არსებობს რომ ბოლომდე უნდა დალიოს ბოლომდე ისმევა მე კი მაგარი ბრავო საბა არის ხორცზე შესული და ჭვავს ის ხორცი იმ მაგარ ხორცზე რაც ადრე ავიღე საბა გენაცვალე აბა შენ ისე გაგვახარე ეხლა ლექსო თავ დავიწყება ეხლა კი აი მაგ ხორცს საბათ მოუვლის ეხა ისე როგორც საჭიროა მე ნუ საოცრება იქნება გადავინაცვლოს როგორც იქნა მეგობრებო მოვახციეთ მთავარ კულმინაციამდე და დადგა დრო შევწვათ ჩვენი ნანატრის სტეიკი ბატონ ბექასთან ერთად რომელიც გახდა სუშეფი აგვიხსენი ეხა ჩვენ რას ვამზადებთ როგორ უნდა მოვამზადოთ და რა გვაქვს აი ეს დანადგარი რომელიც მეტად აღმადის აღძრევად გამოიყენება ჩვენ ვიყენებთ ესპანური წარმოების მიბრასას ბრენდის მქონე ნახშირის ღუმელს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მომზადების მეთოდით. ნებისმიერი პროდუქტი იღებს შესანიშნავ შებოლილ არომატებს, ძალიან მკვეთრად მოქმედებს გემონურ თვისებებზე. გვაქვს ვაგიუს რიბაი, რომელიც ჩემთვის მაგალითად პირველი არის ბაზარზე, იმიტომ რომ ამაზე საუკეთესო ხარისხის და ამაზე მაგარი სტეიკი ზოგადად სოფლიოში არ მოიპოვება. შემდეგი არის ავსტრალიური ტიბოუნი, რომელიც ასევე თავისი კარგი სტრუქტურით გამოირჩევა და შეწვის სწორი ტექნიკა ჭირდება, იმიტომ რომ ძვალი აქვს ამ სტეიკს და იმისათვის რომ თანაბრად შეიწვას საუცილებლად სწორი მომზადება ჭირდება, იმიტომ იცის ხოლმე ზოგჯერ აქ არის მომზადებული მაგალითად, მაგრამ ძვალთან სიახლოვეში შედარებით დაბლა არის დონე, დაბალი ტემპერატურა. 2.5 სფეროა. და ყველაზე მთავარი ეს არის ტომაჰავკი. ეს არის სტეიკების სტეიკი. ჩვენ ეს ყველაფერი მაღაზიაში კი გვითხრეს, მაგრამ პატარა ტესტი გამოგვივიდა ბატონ ბექასთვის და ზუსტად იდენტური რამ გვიამბო ეხა რაც გვითხრეს მაღაზიაში. ეხა მე აღარ მოგაცდენ მაშინ. პირდაპირ საქმეზე გადავიდე, ჩემი დახმარება რაშიც დაგჭირდება, მე აქ ვარ თან მომდომებული. კარგი, მარილი და პიპილი რომ მოვაყავთ ხორცს, ანუ დავამარილდოთ. გემრია სტეიქს მარილი უყარს. ნუ ფორმიდან და ზომიდან გამომდინარე, პირველი აუცილებლად ყოველთვის უნდა შევაგდოთ დიდი ხორცი. კარგი სტეიკისთვის საჭირო არის კარაქი, მარილი, პიპილი და კარგი ხორცი რა. კარაქი რაღაც მარტო კარაქის არა, მარტო კარაქის ვარიანტი არ არის. კარაქი ჩვენ წინასწარ შევაზავეთ, თამაში არის როზმარინი და ნიორი. გარსი რო გავაკეთოთ და მოვუბრაწოთ პირველ სართულზე, დაბალ ფენაზე. აი, და კარგი დაგეთ. მადლობთ სამზარეულოში მასპინძლობის. მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ. გავიგეთ რა ტემპერატურაზე იწვება, სად მზადდება გემრიელი სტეიკი და როგორ მზადდება. ამდენ ლაპარაკს 1000 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და ჯერი ხალხი ველოდება ჩემთან. დამშეულია იქ ხალხი დილიდან დადიან მოკლედ და არ ჭამენ არაფერს. ველოდებიან ამ სტეიკს. ჩვენ და კარგს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მოკლედ ჩვენი სტეიკი მზად არის, მეგობრებო. ეხა თავარი რაც აკლია ამას არის აი ესე გემრიელად მარილის მოყრა და ბიჭები უკვე სუფრაზე არიან, მელოდებიან და აღარ ვალოდინებთ, თორე ძალიან მოშივდა ამ ხალხსაც. წავა პირდაპირ სუფრაზე, აბა წავედით.
გადმოვინაცვლეთ სანუკვარ სუფრაზე, როგორც თქვა, თამაშით დაიწყო შესანიშნავი ჩემპიონთა თასი ლექსო მაგალითად. ძალიან კაი. გინესი დავლეთ, ეხლა Windows-ზე გადმოვედით და აგერ უკვე გვაქვს ხემსი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი, არ ვიცი, რა ლევან, ყველაფერი, მადლობა შენ მადლიან სუფრას და ნიკო შემოგვიერთა ჩვენი მითმარკეტის თანადამფუძნებელი, ვინც მოგვამარაგა დღევანდელი არარსებული ხორცით და მოკლედ ისეთი სარაგბო და სპორტული საღამოს გახურება, რა ვიცი, ძალიან მაგარი. რაღაცა რა შეგვიძლია? მისი დიდებული დროულად ნახეთ ხალხო რა მოვი, ვაიმე. ეს ძვალი რატო გააცალეთ ესე? რატო გააცალეთ ეს ძვალი? შენი ისმახე რა Instagram-ზე ესე როჭამ. რატო გააცალეთ? ეს შეჭამდა მთლიანი. ხო, აღარ დამრჩებოდა ჩვენ და მოუვთხილდით. მოდით. ნახე რა ბატონო. ხო. აგერ შეითავსათ. ოპა, ესეთ აბა წავი, ლექსო დავაი. მადლობა, ხო, ანუ ხო. რა მინდა ვთქვა რა, აი პირველად ნიკა ჩვენს რო გავიცანით ერთმანეთს რა სიტუაცია იყო იგეთი, რომ ანუ ვიცოდი რომ სტეიკის ხორცი გიყვარდა შენ ზოგადად და მე ვეღარ გისმენ, ვეღარ გისმენ. აუ! ეგ იმას შედის. ის მიღები ხო გაქვს ფილმი ნანა? ნო. კოკო ბონგოში იმას რო ხედავთ რა კამერონ დიახ და გლადი ქცევა. რა ეხა ეგრევა რა გლადგა ხმული დავიწყე რა. აგაშენა ღმერთმა რა აი ამის შემოტანისთვის ჯერ ეს არის რა არ ვიცი. კიდევ ერთხელ ავსტრალია და ამერიკა. კი. ხალხო გარანტიას გაძლევთ თბილისში ვერ ნახავთ. თუ გინდათ რომ ავსტრალიაში და იაპონიაში წაუსვლოთ და აგემოვნოთ იდეალურად მომზადებული სტეიკი მოგზანდით ბატონო საჭაშნიკეში და ამისი შესაძლებლობა აქვე მოგეცემათ ჩვენ შეკრებას ამ ადგილს ამ მადლიან სუფრას და რა ვიცი აი გეუბნებით ცა რომელ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი რა სტეიკი და რა სუფრა არ ვარ განსინჯი არა ჯერ თან თავარი წინ არის უი ვაგიუ არ მოსულა ვაგიუ თავარი ჯერ ეს არ ვიცი არის მართლა აი ნიკო მოყვება თვითონ იმიტომ რომ უფრო ზუსტად იცის არ ვიცი რა მე როგორც მომიყვეს იმ ძროხებს ბევრ ადამიანზე კარგი ცხოვრება ქონია ვიღაცამ რო უცებ მასაჟი გამიკეთოს ლუდი დამალევინო მუსიკა ჩამირთონ შეიძლება უცებ დაკლას მიპირებდეს ეგრე გამოდი ეგ არის რაღაცას გიპირებს არა მინიმუმ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში და ამერიკაში ჩევა მაყურებელს და ჩვენს გამომფრთხილად იყავ თუ ხართ ამერიკაში ან ავსტრალიაში ვინმე თუ შემოგთავაზებთ ლუდს მასაჟს და კარგი მუსიკა ჩაგირთოთ ერიდეთ იმ ადამიანს იცავ რაღაცას გიპირებს რაღაცას ცუც გიპირებენ ესე იგი მოდი ჯის გახრე და ამ რესტორნის ტრადიცია იყოს რა რომ რაღაცა ვინ შემოვა და გინესი ახ ბევრში ყვარს მოდი ბართან გააკეთე რაღაცა წარწერა რომ გახრიტე ჯი ყველაფერი ემსახურება ჩვენს ქვეყანას ჩვენი ქვეყნის ხო მაგრამ რაღაც მუდამი იცოდი რა ეხლა ნახოთ აბა თუ გამომივა ბატონო ეთილი სიტყვებისთვის და აბა წავედი ჯიზე აბა მეორე ზედიზე ვერა არ გამოვიდა არანაირად ცოტა დამაკდა ვაიმე რა ცოტა დამაკდა საფხლუბს აკეთებს საფხლუბს აკეთებს ჯის ხაზზე უნდა და ჯის ხაზზე აი იმენა აქ უნდა შეძრეს აი ის რაცა ცოტა დამაკდა ძალიან მზად არის დღევანდელი დღის კულმინაცია გახურება დამთავრდა ეხა იწყება კი სერიოზული ბატაშორის 7-15 არის და რა ხდება ეხლა არ ვიცი რა ხდება და არც მაინტერესებს კარგად არიან კარგათა ყველა თავარი არავინ არ ან ლოგიკურად მიდის თამაში არა ტულუზა აგებს ხო 15-7 ძალიან არის რეალ მადრიდის და აგებენ ესე იგი დევიზი დღევანდელი მომეწონა რაც გიჭამეთ აქამდე დაივით თქვენთვის ახალი ცხოვრება იწყება კულინარიაში და გასტრონომიაში ეს როგორი რაღაცაა იცი აი დაბადების დღეზე რომ ვინმე გემრიელი ნაჭერი მაჩუქოს საუკეთესო ის იქნება რა საჩუქარი რეალურად ჩვენი როდის აგაგდეს დაბადების დღეზე საბა როდის აგაგ დაბადების დღე 17 აგვისტოს შორია 17 აგვისტოს აგერ ვაკეთებთ ისევ იგივე სუფრას და ერთად ვიღებ წარმოიდი ლექსოსა 17 აგვისტოსაა დაბადების ხო არ გადაო ხო და მე ხო და წელს მეგიხდით დაბადების დღეს მოგზადით გელოდებით აი ამ ბომბა
ლიმონკაზე გადავედით, ლიმონკაზე. ეს არის რომელიც თავარია პახმელიას არ გაძლევს. არ გაძლევს. მოკლედ, ისტორია ეგეთია რა, რომ მე ვარ ქიზიყელი რა. ხო და პაპა ჩემი ბავშვობიდან რა შვებოდა ხოლმე, იცი? ანუ ბატონები არ რა შვებოდა, იცი? ესე პატარა ტუმბუჩკა ქონდა რა. შევიდოდა ესეთი გრაფინი ქონდა, გამოიღებდა ამ ჭაჭას, ყოველდღილა ორჭიკას დაურახუნებდა. ბებია ჩემი, შემეხდა საცემო რატოს ვარ მაგას. თელი დღე კაცი იყო, კარგ ხასიათი და ანუ მართლა იცი როგორი შრომელი კაცი იყო, ანუ აი ძალიან შრომელი კაცი იყო რა. მერე ცოტა რომ მოვიზარდე და ეს ლუდის რაღაცა, ანუ სასმელთან რო ახლო მივედი რა. მითხრა რომ შვილო ყოველთვის დალიე ხოლმე ორნახადი ჭაჭა. დღევანდელ დღეს გაუმარჯოს რა. გაუმარჯოს. დღევანდელ დღეს ლევან, შენ მას ვიძღობას, ნიკო, შენს ამ შესანიშნავ ხორცს, ამ ადგილს. აი რაგბი რო ლოგიკურად თავდება ეს თამაში ტულუზა ერევა სევილშა. დავიდან 7-15 იყო შენ რო დაიწყე საუბარი და გაგვიტაცა ხორცმა, მაგრამ მე უყურეთ და ნუ ტულუზამ საქმე გააკეთა რა. ლექსო, მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა რომ იღბლიანებით თქვენს სამსახურში როგორც ყოველთვის მიგასწავლეთ სად შეიძლება ძალიან მაგარი სარაგბო და სპორტული, არა მარტო სარაგბო, სპორტული საღამო შექმნა და ამისთვის მადლობა ამ ხალხს მადლობა. იყო ძალიან ინფორმაციული. ღვინო წინაზეც ძალიან მოგეწონათ, ეხლა ძალიან ისეთი იყო, მაპატიეთ რომ დღეს მარტო ესა მაქვს, მაგრამ ნიკა არის ჩემთვის ძალიან საამაყო კაცი. ამას ერთად დავდეთ ვარიანტში. ნახე, არ ვიცი? გამბავი არ და აქ არის ეგეთი კოლექცია რა, ანუ სახსნელი, თავის ყველაფერი, ორი ღვინო ძმაო. სახსნელი გამბავი შენი, ღვინო ერთად დავლივით. ეს ჩვენიდან ყველაფერი ერთობრივად, სადაც გინდა იყო ძმაო შენ ჩვენიდან. აი უდიდესი პატრიოტიზმის მადლობა. ჩემი ძმა ხარ რა. აი ესეთი პატრიოტიზმი დაიმსახურე. სასაჩუქრე კომპლექტი ბადაგონისგან და ჩვენიდან ერთობლივად. მადლობა. არა, არც განსაკუთრებით. აი რავი, რაღაცა ძალიან მაგარ დანიშნავს რომ მივიღებ, ან რაღაცა ისეთი მაილსტონი იქნება ჩემს ცხოვრებაში. მაშინ შენ მაპატიე მას შემოძმა, მაგრამ სახსნას მოწევს. მანდელი ხანი არ გინდა გასინჯე კაცო ღვინო, ანუ იგენაცვალ, მადლობა. კიდევ გაჩუქებ ძმაო, შენ ოღონდ ეგ დალიე და მადლობა ძალიან დიდი, რა ვიცი, საოცარი. გენაცვალე. ჩვენს გამომწერებს მოდი რომ გვიყურეს, ისიამოვნეს ამ ჯიგრული საღამოთი, იციან აწი საჭამო, მაგარი ხორცი სად უყურონ. ამ გარემოში ძალიან მაგრად საყვარელ თამაში ეს იქნება ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი არა აქვს მნიშვნელობა, ლევანი იქნება თქვენი მასპინძელი, ნიკო იქნება თქვენი მომბარაგებელი და რა აქვს გაუძღვება ბატონი ლექსო 5 ივლისს ყველას გეპატიჟებით კიდევ ერთხელ ლოკომოტივის სტადიონზე ყველა ვერ მოხვდება ლოკომოტივის სტადიონზე. მან დიდი ამბები. მე ერთი ვინც ვერ მოხვდება ყველას ადგილი არის მეგობრებო. უკაცრავად რა, აი ამ სპონტანურად რაღაც უცებ საუბრობდით და როგორც ვთქვით რომ ვინც მობზანდებით ამ YouTube-ის არხიდან, იღბლიანების არხიდან, ერთი თემა არის რომ ყველასთვის ვინც მოხვალთ არის 15%-იანი ფასდაკლება უნდა მოვიდეს და თქვას რომ ყველაფერზე იღბალი. ხო, ყველაფერზე? ხო, 30 აპრილამდე. 30 აპრილის ჩათვლით. დღევანდელი დღიდან. მეორე იმ ლუც ხო 500 იღბალი იმ 500 ლარიანი წეღა რო იბაზე ხო ხტები ხო არის ეგ თემა მაგას დავამატოთ კიდე 2 ბილეთი ირლანდია საქართველოს რა გინდა 500 ლარიან ვაუჩერი რა ძმაო აი მეტი გულავი რაღაცა გინდა მეტი რა გინდა ლონდონში და პარიზში არ ექცევიან ესე საკუთარ რომ თუ იშოვი ბილეთი ვიშოვი გაუმარჯოს ვიშოვი გენიალურ საღამოს გონია რომ ვიშოვი რა ბილეთი ისეთ ხალხთან ერთად ვივა რომ გონია რომ ვიშოვი ადი ბატონო აბა